როკის მსმენელებთან მინდა ვისაუბრო ერთ საკითხზე, ვოკალურ ტექნიკაზე. 70-იან წლებამდე იდეაში ვიღაც ბლიუზმენები, ალბათ ჯაზშიც მომღერლები იყენებდნენ ხოლმე ამ ტექნიკას, მაგრამ საბოლოო სახე მაინც ჩამოუყალიბდა 70-იან წლებში hard rock-ის ბუმი როცა იყო Led Zeppelin-ი, Black Sabbath-ი, Deep Purple-ის პერიოდში. რა მინდოდა რომ მეთქვა? კი, პლანტი მღეროდა ასე, მაგრამ ჩემი აზრით პლანტისთვის ეს იყო ყელის ბუნებრივი მდგომარეობა. ხოლო გილანის შემთხვევაში გილანს ჰქონდა ჩვეულებრივი კლინი და უწევდა კონკრეტულ ადგილებში სიმღერის დროს ამ ტექნიკის გამოყენება. მე ხლა გავუშვებ დამადასტურებელ საბუთს. ყველა მომღერლამ აი ხედავ. ანუ გარკვეულ მომენტებში ოფისრო ტექნიკა გამოიყენოს. პლანტისთვის ის ტონალობა იყო ჩვეულებრივი ამბავი მაღალში და ხრინწის თავისთავად მოყვებოდა. გილანის შემთხვევაში ის ვინიდან ამუშავებს და ყელით აკეთებს. შესაბამისად მგონია რომ სკრიმინგი არის გილანის ჩამოყალიბებული. მოდით მომეტავეთ.